2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $16 მილიარდ მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორია ძირითადი სავაჭრო ქვეყნების ჩამონათვალი და რა პროდუქცია გადის საქართველოდან ექსპორტზე, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან $4 მილიარდ 400 მილიონი ექსპორტი განხორციელდა, იმპორტი კი $11 მილიარდ 800 მილიონი იყო. ასევე გაზრდილია ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ეს მაჩვენებელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45%-ში ადგენდა, რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს 2025 წლის იანვარ-აგვისტოში უმსხვილეს საექსპორტო სამეულში ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთია. იმპორტიორი ქვეყნების პირველ სამეულში კი ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და ჩინეთია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა. ანალიტიკოსების შეფასებით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი პრობლემა საექსპორტო პროდუქციის სიმცირეა, თუ კი დინამიკას გადავხედავთ, მართალია საექსპორტო პროდუქტების რიცხვი იზრდება, თუმცა ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის. შესაბამისად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების გზა ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვნად ზრდას. საქართველოს ექსპორტს აქვს ერთი ფუნდამენტური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ცოტა საექსპორტო პროდუქტი. თუ ჩვენ შევადარებთ ამ რაოდენობებს საექსპორტო პროდუქტისა, დაახლოებით იგივე თქვა წარსულის მქონე ქვეყნებს, როგორიც არის ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, ჩრდილო მაკედონია. დავინახავთ, რომ ჩვენი საექსპორტო ჯგუფები ოთხნიშნა დონეზე არის დაახლოებით 1800, ხოლო მათი საექსპორტო ჯგუფები არის 4000-ზე მეტი. ჩვენ პრობლემა არა გვაქვს ბაზრებში, ჩვენ პრობლემა გვაქვს პროდუქტებში. საექსპორტო პროდუქტები არა გვაქვს. ეს რთული და კომპლექსური პრობლემაა. კლების ტენდენცია გრძელდება საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციის ფეროშენადნობების მწარმოებელთა სექტორში. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 38%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით ქვეყანამ $127 მილიონი ფეროშენადნობები გაყიდა და როგორც ფეროშენადნობების ასოციაციაში ამბობენ, ზაფხულში იაფი ელექტროენერგიის პირობებში რამდენიმე საწარმო მუშაობა დროებით განაახლა, თუმცა ასოციაციის მოლოდინი შემოდგომა ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ღირებულება მაღალი იქნება, შესაბამისად სექტორში ფეროშენადნობების ექსპორტის კუთხით პოზიტიური მოლოდინები არ იკვეთება. სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად ისევ არ არის სამწუხაროდ დარგში. საწარმოები ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი მუშაობდა, თქვა თუ ზამთრის პერიოდში 4 საწარმო მუშაობდა, ზაფხულის პერიოდში 7 საწარმო მუშაობდა. ნახოთ ახლა შემოდგომა რა ფასები იქნება ფეროშენადნობებზე, თუმცა იმის თქმა, რომ რამე ძვრები იქნება გლობალური ამ სფეროში, ძალიან ნაადრევია. ეხლა ფასი $1100-1150 ერთ მეტრი გულტონაზე, ესე იგი ძირითადი საექსპორტო ბაზარი არის თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ფეროშენადნობების მოთხოვნა მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ ტენდენციებით, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ყალიბდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს შევადაროთ. მოცულობაში შემცირდა თუ ფასში შემცირდა. ანუ თუ თქვენ იგივე რაოდენობის მოცულობას ყიდით ტონებში, მაგრამ ფასია შემცირებული, რასაკვირველია, ციფრი საერთო იქნება ნაკლები. როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვნად არის ხოლმე ეს ფასების ცვლილება. შესაძლებელია ახლა ჩვენ ზოგადად ვივარაუდოთ, რომ რომელიღაცა კონკრეტულ პარტნიორებთან დავდოთ დამატებითი რაღაც შეთანხმებები, თუმცა ეს ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება. შეგახსენებთ, რომ ფეროშენადნობების სექტორში კრიზისი ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაიწყო. დარგში არსებული ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების ფონზე გლობალურად ფეროსილიკონ მანგანუმზე მოთხოვნის შემცირებისა და ფასების ვარდნის ფონზე გაუარესდა. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.